ვერ მიიღო. So that's it. ჩხუბი მერაბსა და შონომალის შორის ჩვენი დროით 8 ივნის ნიუ-ჯერსიში გაიმართება და რა შანსები აქვს მეტოქეებს. ხო, სხვათა შორის ომალიმ განაცხადა, რომ ახლა ბევრად უკეთეს ფორმაშია, რადგან მასტურბაციას შეეშვა. Around 10 weeks before the fight, which is what we're ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და ეს ცვლილებები ჩემს ჩხუბზე დადებითად აისახება. მაგალითად, სოციალურ ქსელებს აღარ ვიყენებ. გადავწყვიტე, რომ 2025 წელს სოცქსელებით აღარ ვისარგებლებ. ჯერ მხოლოდ 3 თვეა გასული, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რომ ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. გარდა ამისა, 2025 წელს მასტურბაციასაც შევეშვი. კომპიუტერულ თამაშებს აღარ ვთამაშობ. ადრე დღეში 2-3 საათს ვთამაშობდი. ასევე მეგობრებთან ერთად პოკერს ვთამაშობდი, რომელზეც ძალიან რთულია უარის თქმა. ყოველ ჯერზე ვფიქრობ, კარგი, ერთი დარიგებაც და მორჩა. მარიხუანას აღარ ვეწევი, ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. არ მომწონდა როგორც მოქმედებდა ის ჩემზე. ახლა ზედმეტს არ ვჭამ, უკეთ მძინავს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩემს ფორმაზე დადებითად აისახება. way up into the fight, I'm going to feel კარგი, ომალის ცხოვრების წესი ჩვენი საქმე არ არის. რეალურად რა შანსები აქვს ყოფილ ჩემპიონს მერაბთან და რა არის ამ ჩხუბში მერაბის კოზირები? ჩემ პროგნოზს ვიტყვი, პრაქტიკულად არაფერი არ შეიცვლება. მერაბი ისევ იგივე სტილში გაიმარჯვებს. ეხლა შენ როგორც თქვი, იმან ომელიმ შეისწავლა მერაბი, აქამდე შესწავლილი ყავდა. მერაბისაც ანალოგიურად ყველაფერი ერთმანეთის შესახებ იცის. ეხლა ეგრე რამდენიმე თვეში, 2-3 თვეში სტილის შეცვლა არ ხდება. საერთოდ ეს ჩემი პირადი აზრია რა. კი, სქემა შეიძლება შეცვალოს, სტრატეგია, მაგრამ რაც ხარ, რაც გაქვს, ესე ვთქვათ, კოზირები, ხო? აი ის გექნება ისევ. პლუს მინუს რაღაც მცირე სხვაობა. ზოგადად ეგრე არის. ეგ არ არის ფეხბურთი არ არის, რომ რაღაც სხვა პასები მისცე და იქით ფლანგზე გადახვიდე. ეგრე არ არის, ისი თავიც გაქვს, ძირითადად იმის თავი გაქვს უახლოეს 2-3 თვეში. შეიძლება ახლა რაღაც დროთა განმავლობაში, რაღაცა რამდენიმე წლის მერე კი, სხვანაირად განვითარდეს, თქვათ. მაგრამ გამორიცხულია ახლა ომელი ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ მოიგო თავის კამარი, სანამ მერაბი წაართმევდა, მაგრამ მოიგო იმითი, რაც არის, რასაც წარმოადგენს. პრაქტიკულად გამოგვიცხავ მის ტექნიკაში რამე მნიშვნელოვან ცვლილებას. ასევე იგივე შემიძლია მერაბზე თქვა და ლოგიკურად გამომდინარე პრაქტიკულად იგივე სცენარით წარიმართება. ეს ორთაბრძოლა შესაძლებელი არის აი დომინაციას რო ვეძახით, თორსა წააქცევ ზემოდან რო ხარ და ჩეჩქვავ ესე ვთქვათ რა. ეგეთი მომენტი თუ ჩაუვარდა მერაბს, არ არის გამორიცხული რომ დროზე ადრე დაამთავროს, მაგრამ როგორც წესი ეგრე ადვილად არ მარცხდებიან ყოფილი ჩემპიონებიც კი. ხო და მე ვფიქრობ, რომ იგივე სცენარით წარიმართება ორთაბრძოლა და ძალიან მინდა რომ მერაბმა დროზე ადრე მოიგოს, არც ეგა გამორიცხული, მაგრამ ჩემი პროგნოზი უფრო არის, რომ აბსოლუტურად ყველა რაუნდს მოუგებს და 5 რაუნდის ჯამში კვლავ მერაბი იქნება ჩემპიონი. მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ესეთი რამე თქვა, რომ რაღაცებს შევეშვიო, არ მინდა ეხლა თქვენ ეთერში ამის თქმა რა შეეშვა. მე კიდევ ძმაკაცებთან ერთად პოკერს ვთამაშობდი ხოლმე 2-3 საათი, ვერთობოდიო რა. მაგასაც შევეშვიო და სრულიად შევიცვალეო და პოკერის თამაში თუ რინგზე რაღაცას უშველის არ ამგონია. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ერთა ლიგაზე ცელი